გამარჯობათ მაესტროზე მაგტიფანის დროა. როგორც ვიცით, მაგტიფანის წარმომადგენელი გახლავთ ყველაზე ძლიერი ფიჭური კომპანია მაგტიკომი, რომელსაც ყველაზე მეტი აბონენტი ყავს. ეს არის გარანტი იმისა, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება. ძალიან თოდამერე კიდევ ერთხელ გამით, შეხომიცი როგორც ძლიერ გამახარება ამით, მოგიხვედი ახალ სიზრეს რომ ახდება ვიცი. მაგთიმ როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა კომერციული საქმიანობა 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო. მაგთი ერთადერთი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც შეუძლია მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 მაგის შეთავაზებით უზრუნველყოს მომხმარებელი. მაგთი დიდი ხანია გასცდა მობილური კავშირგაბმულობის საზღვრებს და მომხმარებელს ერთდროულად სთავაზობს მობილურ, ინტერნეტსა და თანამგზავრულ სატელევიზიო მაუწყებლობას. მაგტიკომის ყავს დღეს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი, ეს მომხმარებლების რიცხვი დღითიდღე მატულობს და უკვე 2.900.000 აჭარბებს და ამდენად მაგტიკომის ცხელ ხაზზე ყველაზე მეტი მომხმარებელი რეკავს. ეს არის მაგტიკომის ცხელი ხაზი, რომელიც ემსახურება მაგტიკომის ყველა ბრენდს, როგორც მობილურს, მაგთის ბალს და ბანს, ისე ფიქსირებულს, მაგთიფიქს და მაგთისაც თანამგზავრულ ტელემაუწყებლს. მაგთი მუდმივად ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და მსოფლიო სტანდარტების შესატყვის მომსახურებას უზრუნველყოფს. ეს გახლავთ მაგტიკომის ჟურნალის მუდმივი სტენდი, რომელიც იწყება 99 წლიდან და დღემდე გრძელდება. გარდა იმისა, რომ მუდმივი ასახავს მაგტიკომის მიმდინარე სიახლეებს და მიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ასევე გამდიდრებულია თემატური მასალით, რომელიც დიდი ნაწილით ეთმობა ხელოვნებას. მაგთი წარმოგიდგენთ ქართული ხელოვნების საღამოები. კომპანიას დიდი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის განვითარებაში. კომპანია მაგტიკომმა თავისი არსებობის მანძილზე მრავალი კულტურული ღონისძიება განახორციელა. მაგთი, ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ. დევიზით მაგტიკომმა არაერთი პროექტი განახორციელა ქართული მწერლობის, მხატვრობის, მუსიკის, კინოსა და თეატრის მხარდასაჭერად და ეს კომპანიის მთავარ ფასეულობათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს ნამდვილად არის ქართული საქმე, რადგან ახალგაზრდა თაობას, მომავალ თაობას საშუალებას აძლევს, რომ გაეცნოს ჭეშმარიტ ხელოვნებას და აღიზარდოს ეროვნულ ღირებულებებზე. მეუღლეს მადლობას უხდი მაგთის, რომელმაც მოგცა საშუალება, რომ ჩვენ დღეს გვემღერა. დიდი მადლობა. მაგთიმ ასევე არაერთი სიურპრიზი შესთავაზა ქართული მუსიკის მოყვარულებს, როცა ძალიან მაღალი რანგის მსოფლიო დონის მუსიკოსები კონცერტები შესთავაზა, როგორებიც იყვნენ ტანია მარია, მარკუს მილერი, ბრეგოვიჩი. მაგთი. How you doing? That's Dennis. This is the party. Still in the groove, Funky. Começa a o batuque do meu funk tamborim. Rapaziada excitada vai na onda. კავშირი თქვენ სამყაროსთან. მაგთი წარმოგიდგენთ მუსიკალურ რეალურ შოუს მაგტიფანი.
მაგთი ზრუნავს ჩვენი მონაწილეების კომფორტზე და სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს გაალამაზონ ჩვენი კონკურსანტების სახლი. ახლა კი ვნახოთ თუ რა ინვენტარია ამისათვის მზად. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. რამდენი საინტერესო რაღაცა არის ეს იგი? უკვე. ეს ყველაფერი მოუმზადეთ. ატრიბუტიკა და ყველაფერი წავა მაგთიფანის პროექტის მონაწილეების სახლში. და კარგია და რა კომფორტულია. დარწმუნებული ვარ ეს არ არის მარტო, ხო? არა, რა თქმა უნდა, ეს ხოლმე დასაწყისია და მომავალში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მონაწილეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ სახლში. საერთოდ ძალიან სიმბოლურია ის, რომ მაგთი და მაესტრო იყვნენ პიონერები საქართველოში, ვინც ქართულ ტელემაყურებელს შესთავაზეს რეალიტი შოუ ამტანის სახით. ეს ძალიან ბევრი წლის წინ იყო და 9 წლის მერე სასიხარულო, რომ ისევ მაგთი და მაესტრო უფრო მასშტაბურ და დახვეწილ პროექტს მაგთიფანის სახით სთავაზობს ქართულ მაყურებელს. მაგთიფანიც სიახლეა ქართულ ტელესივრცეში, იმიტომ რომ ანალოგი არ აქვს, იმიტომ რომ არ იმეორებს არც ერთი პროექტის ფორმატს და ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვინაიდან ყველაფერი ესეთი ლამაზია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მონაწილეებს არაჩვეულებრივი სახლი იქნებათ. დარწმუნებული ვარ, იქნება ყველაზე ყურებადი და რეიტინგული პროექტი. განმავლობაში ჩვენს გვერდითაა, იგი განსაკუთრებულად დიდ სიურპრიზს უმზადებს მაგთიფანის გამარჯვებულს. თუმცა ამ სიურპრიზს რა თქმა უნდა ჩვენ საიდუმლოდ დატოვებთ. ეს არის მაგთი კლუბი, რომელიც 3 წელიწადზე მეტია უკვე არსებობს. მაგთი კლუბში იმართება არაჩვეულებრივი საღამოები, როგორც ქართველი მუსიკოსების, ასევე უცხოელი მუსიკოსების. აქ ასევე იმართება ჯაზ საღამოები, როკ საღამოები, ფოლკლორის საღამოები, ასევე იმართება არაჩვეულებრივი წიგნების პრეზენტაცია, ალბომების პრეზენტაცია, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. გამარჯობა. გამარჯობა. სასიამოვნო დაბრძანდით. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა მაგთი კლუბში. მაგთიკომი შეხვდა დღეს მაგთი კლუბში მაგთიფანის ფან-კლუბის წევრებს და მათ ხელმძღვანელებს. მათ არაჩვეულებრივი საშუალება აქვთ მაგთი კლუბში განახორციელონ თავისი გეგმები, დაგეგმონ უпростоრად და შემდეგ განახორციელონ თუ როგორ უგულშემატკივრებენ თავიანთ ფავორიტებს. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მათ, ეს იქნება ფლაიერები, პლაკატები თუ ასე შემდეგ. და შემდეგ უკვე ისინი განახორციელებენ და მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ მიცენ საშუალება თავიანთ ფავორიტს გაიმარჯვონ პროექტში. ჩვენ მოგეცით საშუალება, რომ მაგთი კლუბი დაგითმეთ, რათა უგულშემატკივროთ თქვენ ფავორიტებს და გაუწიოთ დახმარება, ესე ვთქვათ, პრომოუშენი გაუკეთოთ და მიცეთ საშუალება იმისა, რომ მაქსიმალურად გამოაჩინონ თავისი თავი და ეს პროექტი მოიგონოთ. სასიამოვნოა, ჯერ არ შესულა პროექტი აქტიურ ფაზაში, მაგრამ უკვე ამდენი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ყავს. ჩვენი მხრივ ჩვენთვის ყველა მონაწილე არის ძვირფასი და თანაბრად გაუწევთ მხარდაჭერას. ამიტომ ნებისმიერი მასალით, ვეჯეტური მასალით იქნება ეს ფლაიერები, პოსტერები, ჩვენ ვუზრუნველყავთ და მოგაწვდით ამ მასალას იმისთვის, რომ თქვენ უფრო ახლოს გააცნოთ საზოგადოებას თქვენი ფავორიტები. ასევე კონცერტებზე გექნებათ პლაკატები, რომელიც გეჭირებათ ხელში, არა მარტო თქვენ და ესეთ სახითაც უგულშემატკივრებთ მათ. ამითიც ჩვენ უზრუნველყოფთ. ვინ იქნება საკონტაქტები, ვისაც თქვა ზუსტად ვიცი, როგორი ფლაიერი მინდა, როგორი მაისური მინდა და უკვე მჭირდება. ჩვენი გუნდი, რომელიც დაგეხმარებით ჩვენ და ასევე ჩვენი თანამშრომლები. თავად თქვენ მოგაწოდოთ თქვენი სურვილები, მოთხოვნები და გქონდეს ესეთი აქტიური ურთიერთობა, ინტერაქტიულები ვიყოთ და ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდეგ გამოიკვეთება თანდათან პერიოდულად და ეტაპობრივად რა იქნება საჭირო. სწორედ მაგთი კლუბში შეხვდნენ ერთმანეთს მაგთიფანის ფან-კლუბის წევრები და მაგთის წარმომადგენლები, რათა ერთად დაეგეგმათ თუ როგორ გაამხნევებენ თავიანთ ლიდერებს. გამარჯობა, როგორ ახართ? ცოტა თქვა დავაგვიანე. აუმარჯოს. აბა, რა ხდება? მომიყევით.
როგორ მიდის საქმე მაქტიფანის ფან-კლუბის ამბებში? რა გეგმები გვაქვს? რა დავგეგმეთ? როგორ მიმდინარეობს? გახდება რა ჩავი. გეგმები ბევრი გვაქვს ჩვენს, ასე ვთქვათ, ლიდერებს რომ ხარი დაუჭიროთ ვინმეს ჩვენ წარმომადგენლებს რომელიც არის, ვისაც ჩვენ წარმოვადგინეთ ისევად. თავი არ ფლაიერების სახით გადავწყვეტე, ბევრი რაღაცები გადავწყვეტე. ზოგს მაისურებს შავიცონს მათი ფოტოებით და ანუ თვითონ წარმომადგენელი ვინც იქნება მაისურებს გააკეთებს იმას, ხო? წინ და კარგია. რა იყო ესეთი ყველაზე წარმატებული იდეა რომელი იყო? ეხლა ეს ძალიან კარგი გამომეწონა. კიდევ რა მოიხდა? წარმატებული იდეა არა ამგონია ვინმე გააშლილ. ხო. მიგიხდი ამბობს. გასაგებია. რატომია მაქტიკურვის სივრცე აქვს და შეუძლიათ აქ დაგეგმონ გამოიყენონ და განახორციელონ. ხო, ძალიან მომეწონა. სხვაშორის მე პირველად ვარ აქ და ძალიან მოვიხიბლეს ილამაზით და აქ ფოტოები და ყველაფერი ძალიან ლამაზი არის და იმედია რომ ხშირად მოგიწევს ხოლმე ჩამოსვლა და სერიოზული დიცის გახურებები. მაშინ ასე პატივცემულო ტელემოყურებლები როგორც ხედავთ, ყველაფერი მზად არის აქ მაქტიფანის გულშემატკივრები, ფან-კლუბი მზად არიან თავენთი ლიდერების ხარდასაჭერად და ვიწყებთ. გიორგი ბერიძე დაიბადა ქალაქ ბათუმში 28 იანვარს 1993 წელს. პროფესიით ვოკალისტი. უყვარს ქალები, კინოხელოვნება, არის დიდი მელომანი. ბათუმი და გიორგი არის ძალიან დიდი და ძველი მეგობრები. ძალიან მიყვარს მართლა. გიждები ჩემს ქალაქზე. და რატომღაც სულ მაკლია, როცა ვარ აღმოსავლეთში, დედაქალაქში, სულ მგონი რაღაცა მაკლია ეგ არის ბათუმი. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ შევიყვარე პირველად, აქ ვიჩხუბე პირველად. აქ ყავს ყველა რა. მიყვარს. ძალიან. აუ რა კარგია სახლი. აი 4 წლის ასაკის იყო რომ კარგი ხმაყო რო ქონდა შევნიშნე. გადაცემა იყო 25 დეკემბერს. ბავშვი მღერის რაფერ კარგა იცი მოგეწონება 4 წლისაც არ იყო ალბათ. დანტოები აქ და რაღაც არ ვიცი. მე არ შევედი და დგევარ იქანებ დგევარ და მე რო დამთავრდა ის დამთავრებს და მივედი და შევედი. შენ რაფერი კარგი ბიჭი ხარ ბები უთხარი და შენც ვარ ამერიცი. ხარი რომ შენ ბები მეთქი, ალბათ შენ ძმასავით იმღერებ მეთქი. ხო ბები უმიცხრა. ხშირად მახსენებდა. აი 4 წლინახევრის იყო, 5 წლის იყო, რომ მე სიმღერისთვის არ უნდა წამიყვანო, ასეთი იცოდა. არ შემიძლია რომ ვერ ვხედავ იგი რაცხანაირად თითქოს და მე რომ არ ვარ, თითქოს ყველაფერი აკლია, თითქოს ყველაფერი არ აქვს მასის რაც უნდა. ასეთი ახშვილები ხო გავსარდი. მასე არ ყოფილა როგორც ამას. ძალიან მიტმასნულია ჩემს და მეც მასზე და არ ვიცი. მაგი კი არ ხშირად ვეუბნები ხოლმე. რომ მოგდე კი არ შეგეშინდეს მეთქი. ვიცი, შენ არ მოგდებიო. შენ ჩემი შვილი და შვილთა შვილი გაზარდა უნდა ბებია უმეტ. არ ვიცი. ბებია სხვა ფენომენია ჩემთვის. ბები არის მთელი ბათუმი, ყველაფერი ჩემთვის. სულ მელოდება ყოველთვის. და რავი შეგრძნება ძალიან დიდი რა, ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ჩამოვდივარ და ვიცი რომ ვიღაცა მელოდება, მეგობრები, ბებო, ბაბო. არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ვიღაცას არ ვიცნობდე, მაგრამ იმწოდა სხვები რომ ბათუმელია და ბათუმში რომ შემოვდივარ, ყველაფერს გრძნობ ამას. მთელი ტანით და ძალით და სულით და გონებით. ძალიან მიყვარს. ბედანიკოს არაზოს რაღაც კონფლიქტი არ მქონია. თუ არ ჩავდი რაღაც ბავშვი რაღაცებს ბავშვობაში და დღემდე წაკამათებულებიც არ ვართ, კი ძალიან იშვიათად რაღაცაზე, ისიც მუსიკას თუ ეხება და რაღაც დარიგებას და რაღაც რჩევას ერთმანეთის მიმართ. ბევრ რაღაცას ვსწავლობდი მისგან. დღემდე ვსწავლობ და ვისწავლი კიდე სარწმუნებული ვარ და მისი რჩევები და მისი დარიგებები და რაღაცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეგრე ვართ ჩვენ. მოკლედ ბავშვობაში იყო ცოტა ისეთი არაადეკვატური უაზრო ბავშვი. ჯოხით აიღებდა თოვლს და ჭამდა ვითომ ნაყინი იყო და
ბებია რო ეტყოდა რომ რა შვებიო რომ იცი რა კარგია სიურიეთ მალოზნივითა ამბობდა წერებს იღებდა წერებს ჭამდა ბობობა ტარაკანი ბუზი და რაღაცა რაღაცები ერთხელ ტუმბოჩკა დაეცა თავზე მთელი გარდირობი და იწვა იმის ქვევით და ნუ ეგეთი რაღაცები ემართებოდა ხშირად ხან მუხლი ამოუვარდა ხან ცხვირი მოძრა და ძლივს მივაკერე და ეგეთი იყო რა ქვია არაადეკვატური უაზრო ბავშვი მე სულ ვიღაც მომწონს და სულ ვიღაც მიყვარს ერთობი კიდეც ამასთან ერთად რა თქმა უნდა ნუ იმას სიყვარულში და მოწონებაში არა შეიძლება მაგრამ საერთოდ მიყვარს რა გოგოები ძალიან გიждები კი ძალიან ყვარებია ეს მივხვდი ახლა შეიძლება მაშინ ვერ ხვდებოდი მაგრამ აი სხვებთან ურთიერთობის შემდეგ მივხვდი რომ ის მიყვარდა და სხვები შეიძლება არა It's a bad man's world It's a bad man's world როცა ჩემს ქალაქში ვარ, ხშირად მეგობრებთან ერთად ვერთობი, ხშირად კი არა თითქმის ყოველ დღე რეჟიმი მაქვს ესეთ რომ მეგობრებთან ერთად ვიყო. ლუდით ხელში, გიტარით, რა თქმა უნდა, სიმღერაც, ეგვა თამაში. ბევრ ჯგუფში ვიყავით, ძალიან ყველა რაღაცა არ გაამართა, ხან სარეპეტიციო არ ქონდა, ხან ის არ ქონდა, ხან ეს არ ქონდა. ბოლოს იყო ჯგუფი Flying Idiots, ფრინავ იდიოტები და არც ახალმა არ გაამართლა და დავიშალეთ. And get a woman! ნანა ზურიაშვილი დაიბადა ყვარელში 14 აპრილს 1999 წელს. პროფესიით ფარმაცევტი. უყვარს ვარჯიში, კითხვა, გართობა და სიმღერა. ჩემი ყოველი დღე იწყება დილით 10-ზე, მოვდივარ iPhone-ში, ჩემს სამუშაოზე. ძალიან მიყვარს აქაურობა, მიყვარს კლიენტებთან ურთიერთობა. მიუხედავად გადატვირთული დღის, მაინც სასიამოვნო აქ მუშაობა. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან სასიამოვნო ხალხი შემოდის, მიყვარს მათთან საუბარი. კვირაში 2 დღე მაქვს მაგისი ბედნიერება, რომ ვარ ძირითადად ოჯახში. მიყვარს სხვათა შორის სახლის სიტუაცია, ოჯახი, რაღაც საჭმელსო გააკეთებ, რაღაც დაალაგებ ბავშვს, გაკვეთილებს, ჩაიბარებ და რაღაც დიდი შვილი მყავს, ეს პატარას, ბევრს უყვირს ხოლმე ძალიან, რომ ვიტყვი ჩემ ასაკს და ამხელა შვილი საიდან და რაღაც როგორ. ნუ ხდება ალბათ ასეც ცხოვრებაში, ჩვენ ხო ვერაფერს ვერ დავგეგმავთ წინასწარ, ამიტომ ასე მოხდა, რომ მყავს ესეთი დიდი შვილი. აბა რეები დახატე მანახე. ეს მულტფილმი. ოი, ეს სიმსონი, საყვარე. ეს ჩემი ახალი იმიჯი ხოდა. დედა რო შევა პროექტში მარტო რო ვიქნები ხოლმე, პირველად რო გავიგე ვეწყინა, მაგრამ რომ მითხრა რომ მალე ჩამოვალო. ხო, მაშინ უფრო გამიხარდა. კონცერტებზე ვივლი, თუ ვინმე წამიყვანს, მარტო ვერ წავალ. მამა ჩემი საზღვარგარეთ წავიდა, როცა ვიყავი 5 წლის. ძალიან პატარა ვიყავი და სხვათა შორის ძალიან განვიცადე. მაგრამ პერიოდი იყო ისეთი საქართველოში, მაშინ ძალიან ჭირდა ცხოვრება, 90-იანი წლები და მამის წასვლა კარგად აისახა ჩვენს ცხოვრებაზე, ანუ იქ მამა ჩემი მეზღვაურია და თავისივე პროფესიით იშოვა იქ სამსახური და ძალიან კმაყოფილი იყო წლები ძალიან. იყო პერიოდი მამა რო წავიდა დაემთხვა ისე რომ თითქმის ყველანი წასულები იყვნენ, ჩემი ბიძები, ბებია. ეხაც ერთი ბიძა და ბებია ისევ იქ არიან მამასთან ერთად. მეც წელიწადი და 3 თვე ვიყავი მამასთან ჩასული. დედაც იქ იყო ჩემი ძმაც, მაგრამ ეხლა ნელა-ნელა თითქმის ყველანი ჩამოვიდნენ.
ნანა 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 ნეტა რატომ დაიბადე ნანა ნეტა რომელს აქვს ეხა ნანა 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 ო ნანა შენ გონია დაგივიცეთ განა მოსელი მოგიტანეთ გან ბიჭებისაგან მე არავინ არ გვახლავს თან ბიჭებო ამოდი შენ შემოგევლოს ყველა დღეს შეკრებილები არიან ჩემთან ერთად მე-13 თვის პოეტები, ასევე ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები და მეც ჩავერთვები მასთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ საღამოში. განანდობას გააღრმავებს, ვიცი. მოლოდინი მე ვერაზროს დამწყის თუ აქ ნახე. ვიცი, გულში ვიტყვი. ნერვების სიყვარხარო მინდა მე თვითცა. ბედაა მაგათ ატკიდება შენს ნახუსად ფარე ბაშკულას სასაკერებს ამისენით რაფორია ხმაც დამშორდა მომერია შენზე ფიქსი გამიმონე შენ სიცოცხლე დაგიძახებ შენსაც თუ არ ეშინება გულსახსოვდა ორი ფერი შენ ხო ჩემი ვერ გახდი და უაზროა ყველაფერი სულს ვივიწყებ სიზმურიან გაგრა დავსეირნომ გადამყრეულ წყალში ეს პოეტი კარგია შემდეგ სერიაში თქვენ ნახავთ. შემოგთავაზებ დესერტს. ჩავიჭერი თეორიულ საგანში, როდესაც ვარ. სკოლის ყველა ბიჭი ერთხელ მაინც ნაცემი მყავს. მაგარია ძალიან.